წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. სამშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად 18 საათსა და 18 წუთზე კარგი საქმისთვის შევიკრიბეთ ეთერშია გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა. გადაცემა, რომელსაც კვირიდან კვირამდე როგორც თქვენ ელოდებით, ისე ელოდებით ჩვენ წამყვანები. რაც შეეხება თემატიკას, არის ჩვენი კუთხის ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, ძალიან საინტერესო წარსულზე, რომელიც თითქმის ახსოვს ყველას, მაგრამ აი რაღაც დეტალები, რომელიც მივიწყებულია და სწორედ ამ ყველაფრის გაცოცხლებას გულისხმობს და თქვენამდე მარტივი ენით მოტანა ეს გადაცემა. ხოლო ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.lg, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე ნებისმიერი ფონტით ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ. თან ეს გადაცემა არის ორ ენაზე, რომელთაც ძალიან ვამაყობთ. პირველები ვართ, ესე ვთქვათ, პიონერები ამ საკითხში და ვუძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ბატონი ლაშა სულ მოუთმევად ელოდება ხოლმე ყოველ გადაცემას და ძალიან ზეთი ფაქიზით და მონდომებით ამზადებს ყველა გადაცემას. ასე არა ბატონი ლაშა, გომერძგუა. გომერძგუა, დიდი მადლობა. მოკლედ ასეთი ომახიანი მისალმების შემდეგ მე რა ვთქვა? რას? მოგესალმებით. მოკლედ ძალიან მიხარია ისე თქვენთან ერთად რომ ვართ ამ ურთიერთობაში რომ იკვეთება ახალი კომუნიკაცია, რომ თქვენ გამოდის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ онჯუაჩკი რობუაჩკი რადიო მარჩკილებში ამარვორეთ. თქვენ ნინალობაშო სათვორეთ. ხალო არ გვალიჯგირ თემა. თემა ხოლო ჩკინ რადიო მარჩკილეკ თხის. მიკეთებდეს კოპირდაპერეთერზო ჩკი მონდომებული ფორეთ. თუ გაკეთეთ თენა. რადიო მარჩკილეკ ითხო შინი ორთაშე მარა ჩკითენა უმოსო გუაბრელით თემა და გალენ ორთაშეც კი შეიძლება შინი ორთაშე და ორთაშე შეიძლება. ანუ მურთე ორთა მუშანულენდუნ თენა და თენა იფრეც კოპტკوان ჩკითენას კაბეთ შანულობა უღუდ მუჭო ორთა ბუნებან თე სამყარონ თეშრე ასე მაგათო მუდას მარა ორთას ქიანაშმადი და მოდა უღუდ უმოშირთ უზენა ეს სიღორონთირდო და მოკლედ თეშა კოპტკوان. აი ეს საინტერესო თემები გვაქვს ჩვენ ჩემოზირფასებო და მადლობა ინიციატივებისთვის და ველოდებით ისევ და ისევ შემოთავაზებას ამ საქმისთვის ვართ ჩვენ აქ. ჯერ მეგრულად ტრადიციულად და შემდეგ უკვე ქართულად. ბატონაშა გირჩხილეთ. დიო მარგალიურო ქოპტკوات ეჯგირა. აუცილებერო მარგალიურო ქოპტკوات ჩკინო პეკურდინაშა ორთარე ამ დრაჩკინ ჩიებაშ თართემა მარგალეფი წამებიერებათ ორთარე რინაშ გამაგე ჟინიშ არძონერ შურდგემილის მათხილე ზიუძირა ფუნძალა არსებენთ ორთა ჟირნერ მეჯინა გალენი შორთა და ჟინი შორთა გალენი შორთარე ცხორცხალ ვარენ ფერეფიშ ორინეილ გალენ იქილეია რინაშ ორთა ვეძირენ ფერი ორთა სოდეთ ხურელეფი შური რენა ოშურეთ ნამუსუს შეულებ დოთხილუას ტყარ გემანთხაფუებში ორინჯიდო კოჩიშ შურინთენ გალენი შორთაშ გურიშ მაგებელო ინწყუაფო სპეციალურ ხვამადო თეშა გერცხელით მუშ რიტუალ ნამუსუთ მარგალე გალენის ხვამას უზახუდეს გალენიშის იხვამანდეს ხურელეფის შურიშ გურიშ მაგებელო უმოსო ფანიაშ მაკათურ ახალ ნაღურა შურიშ ოჩხონაფალო ხოლო ათე ხვამა ინწყუაფუთ გალენიშით მითინქორთ ლეხი და თის სინთელეშ დორთაშო მუშენდა გალენი შორთა ხოლო იკოროცხუთ მუჭო ორინჯიშ მათხილეთ და ტყარ გემანთხაფუებში მაშკურინჯეთენ თეშ ლახალეფიშ მათხილეთ ხოლო გალენის შორთაშ გურიშ მაგებელო დოდგინდეს გალენის ტაბაკეს გალენის შორთაშ ოხვამე ტაბაკის დადგიმალო გაგშახულუნდეს კუროიას ვარდა მუმული ოჩაგას უჯებს ქალუწურანდეს და არტ ჟირწანაშა დოვილუნდეს დოჭუნდეს რიტუალურ კვარებს გაკეთენდეს ელარჯის საწირს ქიგიონს კარანდეს ხონჩას და თეშ დოძახინელ ბედნერს ხატიშ მოინალეს ფანიაშ არზაშ უნჩაშ კომონკოჩის გათახვამაფუანდეს და თხილუას ქოთხინდეს გალენის შორთას უკულ ღვინს ში გეიობუნდეს და თქუანდეს მუზმა წვეთ ათესო კათონ თიზმათ გამრავლებედასია ჩქინ ორინჯ და ფანია გალენის შორთა დხოლო ჭყიშეფი შოხვამერ ნამუთ ინწყუაფუდ ორინჯიშ გვალაშა ეკორაუაი წოხლეიან ბორჯის მონკათოსურს ხოლო სოშას კიდედუნ თეშახ ართუთაი წოხლე ოგაფალაფუდ საწირი ბოშის ქელუდუ და ოჩაგა ცირასკუას ქელუდუ და ჭყვირ ქაცარი მარგალებ ხოლო იხვამანდეს ჟინიშ ორთაში ნამუსუთ ჟინიშის ხოლო უძახუდეს ათე რიტუალ მიშა გალენის შორთა წმა ართო ინწყუაფუდ ჟინიშ ორთა თენარე ჟინქიანას ზოჯინსენ თიპატი ნამუთ ვალდო გურგენს უტენს ქიანაშა ჟინიშის ჯოხონაშე ზვარაკუა ხვადუთ სარფხუც და ათაშ ინწყუაფუდ თენა ფანიაშ მანჯღერე გეჭოფუნ ხამუს დიშკას წყარს მონტებულ დაჭხირს ჟირჭკიდის და არტ მუმუც ათე მუმუც უძახუდეს საანგელოზოს ათე ფანიაშ მანჯ
მანჯღერე ქომოკოჩ მიდეშ ტყაშადო გიშაგორი საკრალო ჯაშთუდო დოვილანდ მომულიას თესტყების მუთშილებედო ჟიქმ კაბუნვადო ქირიჭყან ფულირ ხვამას ათეშუკული ქუდოძახოთ მუშ ქომოს გვალებსდო თნებსკ მარტო დაჩხირს წკირს მოციკილო დოჭუნდეს თემუმუც უკული არძართო სუმანებო გორთუნდეს ხორცისდო ოჭკომუნდეს ვარდუო ათე ხვამაშუკული არტი წანაშ დინახი თეს ორინჯის ვარდუო ტყარკი გიანთხუდუდა ვარდა მეხი ხოლოკი გიანთხუდა თენაი კოროცხუდ ნამუდა ჟინიშდო გალენი შორთარტუ კონჭყორელ ჟინიში ხვამა ინწყვაფუდ კვირკვეს შაშხა დღას უდეშე ჭე მიკოკინელ აკანს დოვილუნდეს ოჩაგიას რიტუალი ჟუკულ თეშ ხორცის თეკ ოჭკომუნდეს დოჭუნდეს კვარებსდო ჟინიშის ქოთხინდეს ორინჯიშდო კოჩის თხილუასდო გაბრელებას მიდგა ჟინიში ხვამაშ დანაპირ უღუდუნ თის სკონდა ჯეგეშ ოხვამეშა მეუღუდ კინა ჟირწვანდან ბორზალ ფანიას მეხ ვეგენთხაფუდკონ თი არზით ათე ბორზას დაჭკაფაფუანდეს ჭკადის დო სანთეცკუ მარტო მეუღუდე წირდე ჯეგეშ გიშარჩკინელ ოხამებშა ილორშა ჯეგეთაშა ხეთაშა დო თაშ ვარდუო მითინ ჟინიშიშ გეშა გლახალგნირთუდა თის მიდე უნანდეს ილორი ოხამეშა დო წირდე ჯეგეს თიშ ხატის ქოთხინდეს სკილადას თაკ იღანდეს ლეხის სიგინჯაშ გილაქიმინეს სანთეზდო ვარჩხილი ძაფის ჟინიშით ლეხუანა აფინთებულდუ დო იბორჭყიკუ მინჩა კოჩის ხოლე ოცილუ ათეშნერ კოჩის ქიმი უნანდეს ილორშა დო გათქოთხინდეს თეს სკილადას ჟინიშიშ ხვამას ორინჯიშ ოხამერს ხოლე უძახუდეს თესი ხვამალდეს მუჟამით ახალ კაცარებ უნდეს დო თიმბორჯის შაშხა დღას არცარჯუს მუშ ოხამე ჯაუღუ ტყას მერჩქინე ათე რიტუალშო თეკმე უნდეს კაცარი ფშას ხაშილ ყალამყარებს სუმშე ხუთიშა ჭვილი ვაშინერთუ იბილუთ ხვალე კაცარი შხურდო ჩხოუშ ნამადი ვაშინერდო ვეშილებენ ჟინიშე ვილირ კაცარის ხორჩი ჭკომუა ოსურ ადამიანებშე ვაშინერდ იხვამან ხვალე ფანიაშ მანჯღერე ქომოკოჟდო მუჭოდ გინობჩანან თეხვამარდუ წირდე ჯეგეშ ოპატიცემებელი ჟინიშის თხინდეს ორინჯის გაბრელებაშე შურდგიმლეფი ვადმოკორდანიადო ჯგირო ქიდმორინეთია თეს კაცარის ხორს თეკოკო ჭკომბესკო მაჟადღას ვარდა ხვაშ თურშო თიჭკომუა ვაშინერდ ვეშილებენ ათაშ ნამუდა ჟინიშრე ვალდო გურგენიშ ხორონთი დო თიშ ქრისტიანიზირებაშო კული გინირ წირდე ჯეგეშ ფუნქციების უგმურთუ ატრიბუტო ჟინიშიშა მანგარო აშკურდეს მარგალებს თიშმამწარად ნამუდა ვარდუო ორინჯიშე ნამთის მეხი გიანთხუდა ვანარღენდეს მუშენდა ჟინიშის გურ ქუმალენია სოშახ გითმა ხვამას ვამეუნანდეს თეშახ მე გინანთხებს თხორვა ვეშილებეთ ხშირას მუდგას მარენ ოფუტეს არტ გითმა ხვამალ მახვამალ უნდ თეს მიუნანდეს თიმბორჯის ხოლო მუშამით მეხ გიანთხუ ჯას უდეს კოჩის მახვამალ ქიმიშ მეხ გეშკუმალირშა ქიმი უნან თე კაცარს დოვილუნ მშას დო ხაშუნ თიშ ხორცის დო მუხვალე ოჭკომუნ წირდე ჯეგეს ქოთხინ ფანიას ჩილათა კაპატუკონ უკულ ქიმეჩან ფანიას ალობას მიდგაინ შხვა კოჩის დონთხოროგო ჩხოუდო არდა მეხ გენთხაფილ ორინ ჟინიში ჟაჯამუ რიტუალის გაგებაშო ინტერესერე მეხ გენთხაფილ ჯაშა კაცარსკო მარტო მეუღუდეს ოხვამე ხოზოყარები პალიშ გურამ გინძელიადო ბოლოც კენტერუ დუდეფით ნა თუთასგდონთეშ ხოლო ბრელი ხაშილ კვარე ნამუთ მუჭოტიძირე მურიცხეფის სიმბოლორდუ ათე ჟიეჭარი მასალე მოძრე ნამუჭოთ ჟინიშიშ თუ დოიტყობუ გაღორონთებული ასტრალულ ღორონთები ცა მუშ მურიცხეფით ნამუთ ქომოკოჩულ ღორონთი ოკორდუკო ხო საინტერესოა ძალიან არ ვიცი მინდა და მეგულად კომენტარი გამეკეთებინა მაგრამ ვერ მოუყარე სიტყვებს თავი ბატონლაშა იმდენად ისეთია ძალიან საკრალური ძალიან მნიშვნელოვანი ძალიან ძვირფასი ასე ვთქვათ და ვერც იუმორი შეუსადაგე ასე შეიძლება ითქვას ეს არის რწმენა ეს არის ჩვენი წარსული ისტორია და თემა რომელსაც ძალიან დიდი პატევი უნდა ვსცეთ თული იყო ეს ყველაფერი მოსასმენად ხო ფეცნობიერად დღესაც შემორჩენილია ორთა კი დიდადოსკუაში ორთაოი თქვიან ორთა გონჭყორუდასია ეს სამწუხაროდ როგორ მწარე ნათქვამია რა ბატონო ანუ ისა და მოკლედ იმდენად უზენა ეს იყო ღვთაება რომ სხვათა შორის ორთათან ასოცირებული იყო ღურელის შური ანუ მკვდრისულები რომლებიც ძალიან დიდი რწმენა იყო მეგრელებში ზოგადად და პატვის მიაგებდნენ ანუ ტაბაკი ეგრეთ წოდებული ტაბა ითქლებოდა კეისაკურთხი და სწორედ იმას ელოდნენ რომ გული მოეგოთ ამ მიცვალებულების სულების არ განაწყენებულიყო ვინაიდან სწორედ ორთასთან კომპილაციაში იყო ანუ ფაქტიურად ის იყო როგორც ოჯახი წევრების ფარველიც ასევე საქონლის ანუ ეგრეთ წოდებული ორინჯისა და ამიტომაც არ უნდა გაბრაზებულიყო შორის ეს ბევრ ხალხშია შემორჩენილი იგივე იაპონელებშიც საკმაოდ ეს ტრადიცია მტკიცედ არის დღესაც კი იმდენად ტრადიციულია იაპონელიერი და მოკლედ ჩვენთან ეს მუდმივად ეწყობოდა ეს საკურთხი ტაბლა და მოკლედ 200 ის იყო შეცვეცნობიერად 200 წელი მეც რა ვიცი აი მაქსიმალურად ვცდილობ როცა რაღაც დღესასწაულებია და ზოგადად აი მიცვალებულის მოხსენიების დღე მაქსიმალურად გავაკეთო ის რასაც აკეთებდა ჩემი წინაპრები მე პირადად ვაკეთებ ამ ყველაფერს იმიტომ რომ ძალიან მეშინია არა უბრალოდ მგონია რომ რაღაცას ვაშავებ თუ ამას არ გავაკეთებ ცნობიერი კი ბატონო ეს მემკვიდრეობით ჩვენს გენეტიკას გადმოეცა
ეს და მოკლედ ეთიკურ კოჩია ჩადებული, იმიტომ რომ თავისთავად ადამიანი რომ ცხოვრობს ის ტრადიციები და ის ღირებულებები რაც ფუნდამენტურია, შექმნებულად გადაეცემა ადამიანს იმ გარემოში, სადაც იზრდება, ბუნებრივია ყველაფერი მისთვის ახლობელი და ძვირფასი ხდება. ეთანხმებით აბსოლუტურად. რთული იყო ეს ყველაფერი მოსაყოლადად პირდაპირ ეთერში და გასაგებად მით უმეტეს, ასე რომ ქართული ვერსია მოვისმინოთ აუცილებლად ქართულად მოკლედ ორთა დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა მეგრელთა წარმართული წარმოდგენით ორთა იყო არსთა გამრიგე, განგება, უზენაესი ღვთაება, ყველა სახის ცოცხალი არსების ფარველი უხილავი ძალა. არსებობდა ორთას ორი სახე, ეს იყო გალენიშორთა და ჟინიშორთა. გალენიშორთა თავისი არსით არის არაცოცხალთა ბუნება, გარე, მიღმიური სამყარო, უხილავი ბუნება, მეოთხე განზომილება, მიცვალებულ სულთა სამყოფლო, სულეთის მეუფე, მიცვალებულ სულთა ძალი, რომელსაც ძალოს ნადრისგან დაიცვა საქონელი. გალენიშორთას მოსამართლებლად სრულდებოდა სპეციალური ლოცვა და მათთან დაკავშირებული იყო მთელი რიგი რიტუალი. მას მეგრელები გალენიშ ოხვამას, ანუ გარეთას ლოცვას უწოდებდნენ. მისი არსით ეს იყო არაცოცხალთა სალოცავი. ლოცვა გარე, მიღმირის სამყაროს მბრძანებლის, მიცვალებულთა და მათი მეუფის გალენიშორთას მოსამართლიერებლად. გალენის ლოცულობდნენ მიცვალებულთა სულების დასაშოშმინებლად, უფრორე ოჯახის გარდაცვლილ წევრთათვის. ასევე ლოცვა აღევლინებოდა გალეშინით დამიზეზებული ავადმყოფების განსაკურნებლად, ვინაიდან გალენიში შინაური საქონლის ფარველად და ნადირთა დამაფრთხობლად, აგრეთვე მოარული სრისგან დამცველადაც ითვლებოდა. გალენიშორთას საპატიცნოდ ეწყობოდა გალენიშ ტაბაკი, ტაბლა გალენიშისთვის. გალენიშორთას სალოცავი ტაბლისთვის შეასახლებდნენ კურაც ან ციკანს, ყურს ჩაუსერავდნენ და ერთ-ორ წელიწადში დაკლავდნენ. დააცხობდნენ რიტუალურ კვერებს, გააკეთებდნენ ელარც, საწირს დააწყობდნენ ხონჩაზე და ეგრეთ წოდებულ ბედინერს, ხატის მსახურს, უხუცეს გამგზნობის ალოცვინებდნენ. მეოხებას შესთხოვდნენ გალენიშორთას. დასასრულს ვინოს მაღლა აასხამდნენ, რამდენი წვეთიც იყოს, იმდენით გაგვიმრავლეს საქონელიო. გალენიშორთა ასევე იყო მწყემსის სალოცავი, რომელიც ემართა საქონლის თაში გარეკვის წინ. მშობიარობის ერთი თვის თავზე გალენიში მელოგინესაც უნდა გადაიხადა ვაჟისთვის მამალი ციკნით, გოგონასთვის მდედრით. იცოდნენ აგრეთვე ჟინიშორთას ლოცვა, რომელსაც ჟინიში ეწოდებოდა. ეს რიტუალი თითქმის გალენიშორთასთან განუყოფლად სრულდებოდა. ჟინიშორთა ეს არის ზეციური მბრძანებელი, რომელიც განეგებს ჭექა ქუხის. სხვებს შეწევრის რიტუალი სრულდება ზაფხულზე და შემდეგში მდგომარეობს. ოჯახის უხუცესი წევრი იღებს დანას, შეშას, წყალს, ცეცს, ორ მჭას და ერთ მამას. ამ მამას საანგელოზო მუმული ეწოდებოდა. მიდის დღეში და ჯდება ერთი შერჩეული საკრალური ხის ძირში, სადაც დაკლავს მამას. ტყავს კიდებს ხეზე, რაც შეიძლება მაღლა და ასრულებს საიდუმლო ლოცვას. მისი დასრულების შემდეგ უხმობს ვაჟიშვილებს და მათი თანდასწრებით შეწვალს მამა ცეცზე. შემდეგ ყველანი ერთად შეექცევიან მას. თუ ერთი წლის მანძილზე მის საქონელს მოკლავს გარეული ნადირი ან მეხი, ეს ამ ღვთაებათა, იგულისხმება გალენიშორთა და ჟინიშორთა განესხებას მიეწერება. ჟინიშის ხვამა ლოცვა ივლისში კვირადღეს ეწყობოდა. სადმე სახლიდან მოშორებით დაკლავდნენ სამსხვერპლო ციკანს. რიტუალის შემდეგ იქვე მიირთმევდნენ, აცხობდნენ კვერებს და ჟინიშს შეევედრებოდნენ საქონლისა და ადამიანის ფარველობას და გამრავლებას. ვისაც დათქმული ჰქონდა ჟინიშის ხვამა, მას წმინდა გიორგის ეკლესიაში შესაძლებლად მიქონდა რკინის ორკაპიანი ბორძალი, რომ მის ოჯახს მეხი არ დასცემოდა. ამ ბორძალს შეუკვეთავდნენ მჭედელს და სანთელს საკმევლით მიქონდა წმინდა გიორგის ტაძრებში, ილორში, ჯეგეთაში, ხეთაში და სხვა ძლიერ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. თუ ადამიანი ჟინიშის ბრალით გახდებოდა ავად, მას წაიყვანდნენ ილორის წმინდა გიორგის ხატში. შესაძლებლად მიქონდა ავადმყოფის სიგზის სანთელი და ვერცხლის ზაფწრელი მავთული. ჟინიში დაავადებულ ადამიანს ბნედიანის ნიშნები ჰქონდა თურმე, იგი ბორგავდა და ზოგჯერ ადამიანსაც ერჩოდა. ასეთ ადამიანს მიიყვანდნენ ილოში და შესხოვდნენ მის განკურნებას. ჟინიშის ლოცვას საქონლისთვისათვის ლოცვასაც უწოდებდნენ. მას ასრულებდნენ, როცა ახალი ციგნები ყავდათ. კვირა დღეს ყველა გვარს თავისი ხე ჰქონდა ტყეში მიჩენილი ამ რიტუალის შესასრულებლად. იქ მიყავდა ციკანი, რძეში მოხარშული ყველიანი კვერები 3-დან 5-მდე. გამომცხვარი არ შეიძლებოდა. იკლოდა მხოლოდ ციკანის ძროხისა და ცხვის ნამატი აქაც არ შეიძლებოდა. ჟინისათვის დაკლული ციკნის ხორცს ქალები არ მიირთმევდნენ. ეს აკრძალული იყო ვაშინერ. ლოცვას მარტო ოჯახის უფროსი ასრულებდა და როგორც თხოველებელი აღნიშნავენ, ეს ლოცვა ილორის წმინდა გიორგის საპატიცლოდ იყო. ჟინის, ანუ წმინდა გიორგის შესთხოვდნენ, რომ საქონელი გაგვიმრავლე, არაფერი დაგვაგდეს და კარგად გვამყოფე. ხორცი იქვე უნდა მოემთავრებინათ. მეორე დღეს მისი ჭამა არ შეიძლებოდა და აგრეთვე უცხო პირსაც არ უნდა მიერთმია ეს ხორცი. ამრიგად ჟინიში არის ჭექაქუხილის ღვთაება და მისი ქრისტიანიზირების შემდეგად მოხდა წმინდა გიორგის კულტთან შერწყმა და ჭექაქუხილის ღვთაების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია გახდა წმინდა გიორგის უცილობელი ატრიბუტი. ჟინიში ძალიან ეშინოდათ მეგრელებს, იმდენად რომ მეხით მოკლულ საქონელს პატრონი ხელსაც არ ახლებდა და წუხისაც არ გამოხატავდა. სანამ ეგრეთ წოდებულ გითმა ხვამას გამომლოცეს არ მოიყვანდნენ. ნამეხარბი
საჭირო დღის დამარხვაც კი არ შეეძლოთ. ხშირად რამდენიმე სოფელს ერთი მახვამალი, ანუ მლოცველი ემსახურებოდა. მისი მოყვანა იცოდნენ სხვა შემთხვევაში, როცა მეხი დაეცემოდა ხელს ეზოში, სახლს, ადამიანს. მახვამალი მივიდოდა მეხდაკრულ საქონელთან, მიიყვანდა ციკას, დაკლავდა ცეში მოხარშობდა და თვითონ ირთმევდა. იხვეწებოდა წმინდა გიორგის, რომ შეეცოდება ეპატიებინა ოჯახისთვის. შემდეგ კი ძროხა სხვა პირს დაამარხვინებდა. ჟინიშის წარმართული ბუნების გაგებისთვის საინტერესოა მეხდაკრულ ხესთან შესრულებული რიტუალის ერთი დეტალი. ლოცვის დროს ხესთან ციკანთან ერთად მიქონდათ მოხარშული ხოზოკვარი, ყველის გულიანი მოგრძო კვერი, ბოლოში წაწვეტებული და უთვალავი მოხარშული კვერები. უთვალავი მოხარშული პატარა კვერები, როგორც ჩანს, ვარსკვლავების სიმბოლოდ წარმოადგენდა, რაც მას უთვალავობაში გამოიხატებოდა. მოტანილი მასალა გვიჩნევს, რომ ჟინისის ქვეშ იმალებოდა გაღმერთებული ცა თავისი მნათობები, რომელიც მამაკაცური ბუნების მქონე ღვთაება უნდა ყოფილიყო. როგორი წინადადება ბოლოს, აი რაღაცნაირად სასწაულად სრულდება და შეფასება ისეთი აქვს. მოკლედ ასეა საქმე, ჩემო ძვირფასებო, რწმენა ყველაზე მნიშვნელოვანი. და მე ეს წლების განმავლობაში კი საუკუნეების მანძილზე რომ ილექება და შენ თვითონ ხარ უხერხულ სიტუაციაში და რაღაცა არ გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ყველაფერს გადაუხვიოს. სწორედ მსგავსი თემებია ეს. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ, ბატონლაშა, მადლობა თქვენ და მადლობა იმ ადამიანს, ვინც შემოგთავაზა და გითხრა რომ ეს თემა გაგვეკეთებინა. ჩვენ ყველა თემას აბსოლუტურად შევეხებით, მაგრამ გვაქვს ხოლმე რაღაცეები იდეაში გაწერილი, მაგრამ აი ის რომ კონკრეტულად მიგვითითებ და გვეტყვით რომ ეს გინდათ მოისმინოთ, ჩვენ ამისთვის ნებისმიერი გადაცემისთვის მზად ვართ. ვართ რა, ბატონლაშა და მე აქ ვარ. სიამოვნებით შეუერთდები, რომ ერთადერთ ბატონლაშა მუშაობს ამ თემაზე და მასალები ბატონლაშას მხრებზეა. მადლობა ბატონლაშა. რა გვაქვს დაგეგმილი მომავალი გადაცემისთვის? ხო, მოკლედ ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევარჩიოთ და ამ შემთხვევაში არ მაქვს ეს უფუნება, რომ თვითონ რადიომსმენელისგან ავარჩიოს. უბრალოდ მე შემდგომში ალბათ იქნება კიდევ ახალი ინიციატივა და მაგ თემაზე ვიმუშავებთ. მე მინდა ვისაუბრო ბონიზე. ანუ რა იყო ბონი? ბონი? ხო, ბონი. ბონი ძაღლის სახელი გამიგია მხოლოდ მე. ხო, მაგრამ ბონი გქონდა ჩვენ. ეს იყო საწესო ხე, სიცოცხლის ხე. ამ სათეორით გქონდა. ხო, ბონი იყო და მოკლედ ჩვენ რიტუალურ ხეებზე კი ვისაუბრეთ, მაგრამ ეს განსხვავებულია. ბონის სხვა. აი, ამაშია საქმე. ამაშია საქმე. თქვა ცუდად არ გქონია საქმე, ხო? არა, შენივრად. კი ბატონო, ძალიან საინტერესო გადაცემა და თემა გველოდება მომავალ ხუთშაბათს, ასე რომ იყავით ყურადღებით, მადლობა. ფაქტურად თანამშრომლობთ ჩვენთან და ჩვენ გვეამაყება და სწორედ ეს იყო ამ გადაცემის მიზანი. მადლობა რომ გვისმენთ, მადლობა რომ ხართ და ყოველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ კეთილ საქმეში ბატონლაშას თაოსნობით. ბატონლაშა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ჯგირობუას გიზალენთ. ყოველ ჩვენი გადაცემა მოისმინეთ პირდაპირ ეთერში, ლაივში FM-ზე 105.9, ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე, 105-სა და 9-ზე, ასევე ინტერნეტით რადიო ათინათი წერტილიჯი და შემდეგ უკვე ყველა ჩანაწერი ნახეთ ვებგვერდზე, ამავე მისამართზე, YouTube-ზე, რადიო ათინათზე, Facebook გვერდზე და ნუ მოკლედ სადაც კი მიუწვდეთ ოდაბადეს კინოხონს, ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ. მე მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით ბატონლაშასთან ერთად, ჯგირობუას გიზალენთ ბატონლაშა, ჯგიროზო ჯუნდათ. ჯგიროზო ჯუნდათ, ოსურ ბატონ სოფიო, ჩვენ რადიო მარჩკილებ, ჯგიროზო ჯუნდათ, ირიათო ქორდათ გომორცგილო. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.